ოზურგეთში მოგეხსენებათ პატარა ქალაქია და არაერთი ჭოური თუ ამბავი მუსირებს ამ თემასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა გუშინ რესტორან ილიკოში. მოგეხსენებათ დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენს ქართული ოცნების ადგილობრივი მაღალჩინოსანი, ასევე პოლიციის თანამშრომელი, რაც ამ საქმეში ერთ-ერთი ტრაგიკულია დაზარალებულია გათავისუფლებული სამსახურეობრივი უფლებამოსილებიდან ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ უწყება რა მძიმე მდგომარეობაში არის. რაც შეეხება ამ ჩხუბის ფაქტს, აქ ქართული ოცნების წევრები დაპირისპირებული არიან და არა ახალი თემაა ერთმანეთთან, შესაბამისად ამ ჩხუბის მომენტიც და დაწყებაც განაპირობებს ის, რომ ადამიანები რაღაც ჰიბრიდულ წარმონაქმნად გადაიქცა ჩვენი სახელმწიფო, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ გაუაზრებიათ საჯარო მოხელეებს არჩევნების შემდგომ პერიოდში, რომ ისინი არ ეკუთვნებიან ქუჩას, ეკუთვნებიან ქართველი ხალხის მსახურები უნდა იყვნენ, მაგრამ ავიწყდებათ ვინც მათ თანამდებობაზე ანწესებთ, აქ ბატონყმობით ხდება თანამდებობაზე განწესებაც და ასეთი შემთხვევა არის, ბატონი შარაშიძეს მდგომარეობაც მე უთანაგზნობ მაგ ახალგაზრდა კაცს შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს მაგასთან მიმართებაში, რასაც ის წარმოადგენს და იმსახურებს რეალურად თავისი საქციელებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს ამ მომენტზე არ მინდა ვისაუბრო და მისი პატიმრობაში მყოფ ადამიანს კიდე ერთი აგური დავადო, მაგრამ ეს იმსახურებს ეკპიროვნება და რაც შეეხება რეალურ ჩხუბის მიზეზს, აქ იწყება თემა კრიმინალური ავტორიტეტების დალოცვით და ეს საჯარო მოხელეები ალბათ ქუჩაში არ ვარგოდნენ თავის დროზე და დღეს თავიანთ პატრონებს, როდესაც იკრიბებიან წვეულებებზე, ხოლმე სადღეგრძელოებს და პატივით მოიხსენიებენ, რაც ამ კონკრეტული პოლიციელისთვის უსიამოვნო შემთხვევაც იყო, რის გამოც ასეთი მძიმე დაპირისპირება მოხდა გუშინ ოზურგეთში. კრიმინალური ავტორიტეტების სადღეგრძელო ვინ წარმოთქვა და საერთოდ პოლიციელს რა უნდოდა იქ, ან საკრებულოს თავმჯდომარეს რა საქმე ჰქონდა პოლიციელის ცემასთან, აი ეს დეტალები იმისთვის, რომ შევკრათ გარკვეულწილად სურათი, არის თუ არა ნათელი, საერთოდ როგორ მოხდა ეს, ან ვიღაცამ წარმოთქვა კრიმინალური ავტორიტეტების სადღეგრძელო, იქ იყო პოლიციელი და ამას მოყვა შემდეგ ჩხუბი, ის ხომ იმ სუფრის წევრი იყო ეს პოლიციელი? ანუ მოგეხსენებათ რესტორანში იყო ნათლობის სუფრა, შესაბამისად იქ იყო ბევრი ადამიანი, სხვა მაგიდებზეც იჯდნენ ადამიანები, მათ შორის ეს პოლიციელებიც და აქ არა მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტების ხსენების შეპასუხების თემა იყო, შემდგომში მის ახლობელზე შეურაცხყოფელი კომენტარების გაკეთებაზეც დაეძაბათ ამათ სიტუაცია, რაც შემდგომში უფრო მძიმე ამბავში გარდაიქმნა ეს ყველაფერი, რაც მათ დაემართათ, მაგრამ აქ საგულისხმო ის არის, რომ ანუ ეს საჯარო მოხელეები იქ მაგიდაზე ვინც იმყოფებოდნენ, რეალურად ყველა არის სტრუქტურა, ანუ საჯარო მოხელე ჩოხატაურის, ოზურგეთის, გურის, ანუ თანავარსკვლავედი იყო ქართული ოცნების და იქ სხვა ადამიანების შემთხვევით ვერც მოხვდებოდნენ, შესაბამისად კრიმინალური ავტორიტეტების სადღეგრძელო თქვენს, იმიტომ რომ საკრებულოშიც ზოგიერთ კრიმინალურ ავტორიტეტს მისი წარმომადგენელი ყავს დღეს წინა საკრებულოს მოწვევის. ანუ ამ სადღეგრძელოსთან არავის ჰქონდა პრობლემა, მათ შორის არც პოლიციელს როგორც ხვდები, უბრალოდ იქ კიდევ რაღაც სხვა მოხდა, იქ რაღაც დეტალები იყო, სხვა ინციდენტები. მის ახლობელთან ეხლა ვახო ჩვენ თუ ამ თემას გავყვებით, ანუ კრიმინალური ავტორიტეტების ხსენებაზე ამ პოლიციელის კომენტარი და შემდგომში ამ პოლიციელის ახლობელის მისამართით ანუ გაჟღერებულმა სიტყვებმა რეალურად გამოიწვია ის ფაქტი, რის გამოც მათ შორის დაიძაბა სიტუაცია და მოხდა ეს ჩხუბის ფაქტიც, რაც ანუ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ კლანური მართლობით, რაც ანუ ყმური მართლობით, ესე რომ ვთქვათ, გურიაში ყმობით ნიშნებიან ადამიანები ქართული ოცნების მიერ, ვისი ყმა არის, რომ შემდგომ ეს საინტერესო თემაა, მე ვთქვი თავშივე, რომ ჩვენ გავაფართოოთ ახლა და გურიაზე ვისაუბროთ, როგორ იმართება გურიაში სიტუაცია, ვინ არიან წამყვანი ფიგურები, ასე ვთქვათ, რომელთაც აქვთ სერიოზული ძლიერი პოზიციები აქ თბილისში, ასევე და ამ გავლენებს იყენებენ, ადგილზეც აქვთ გავლენები, რა კლანებზე საუბრობთ, რომელი არის ძირითადი კლანები, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან? ანუ თუ ესე თეზისებად დავყოფთ ამ თემებს
წინა შემთხვევებში ეს იყო ლილუაშვილი-ღარიბაშვილის კლანები და მათი ყმები თანამდებობებზე ეს ადამიანები გაიწიან და დაპატიმრებულები არიან მათი კორუფციული თემებიდან გამომდინარე და მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ვიცით სადაც იმყოფებიან დღეს, შესაბამისად დღევანდელ მოცემულობაში ეს ყმური პოზიციები და ბატონობა ჩიგოგიძე, წილოსანი, დღეს მდინარაძეც არის ერთ-ერთი გურიაში ერთ-ერთი გავლენის პირი, ვინც თავისი წარმომადგენელი ყავს, ვისაც მერად. შესაბამისად აქ ყველა კლან შორის არის დაპირისპირება, ერთმანეთი არ უყვართ და არა ახალია ამ ადამიანებს. მოგეხსენება თქვენ სიუჟეტიც იყო ჩიგოგიძესა და წინა საკრებულოს მოწვევის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება, რამაც ის ჩაანაცვლა ბატონი შარაშენიძეთი და დღეს შარაშენიძე მოგვევლინა შოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარედ, რომელთან მიმართებაშიც არაერთი ძიმე კორუფციული ბრალდება არის, თქვენს ტელევიზიასაც ქონია არაერთი ეთერი. მათ ფაქტიურად ბახმარო გაანადგურეს და ამაზე პასუხის არ მოუთხოვია არავის. ტურისტული ზონა, რაც გურიის სიამაყეა. მაგრამ იქ იცავენ ამ ადამიანს ფარველი ჩიგოგიძე, შემდგომ წილოსანი, იქ ლილუაშვილი-ღარიბაშვილი იყო დღეს, მოგვევლინა მდინარაძე და შესაბამისად ასე ნაწილდება, მაგრამ ეს ადამიანები უფრო მეტად ქუჩის რაღაც ჰიბრიდული წარმონაქმნი არიან საჯარო სექტორში, ვიდრე ყარი საჯარო მოხელეები, ისინი ყმობით არიან რეალურად იქ და არავინ არაფერს არ ეკითხება, ხვალ თუ მოუნდებათ ჩაანაცვლებენ მათაც და არ არის ამაში არანაირი პრობლემა. გურიაში ეს ყველა მიწის როგორ იმართება აქ სიტუაცია და ვინ ვისი ხელის ბიჭია ან ვისი დანიშნულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონშიც გურიაში ამ შემთხვევაში კონკრეტულად გამოძახილს პოულობს ის, რაც ხდება მაგალითად თბილისში, როდესაც ივანიშვილმა ციხეში ჩასვა მისი მინისტრთა კაბინეტის, ყოფილი მინისტრთა კაბინეტის ყველა წარმომადგენელი ფაქტობრივად და დანარჩენებსაც ემუქრება დაწყებული ღარიბაშვილით, რომელიც ახლა ციხეში ზის და მისი მინისტრები სულ ყველანი პრაქტიკულად ციხეში მიდიან. იგივე ხდება, ამის გამოხატულებაც არის ის, რაც გურიაში მიმდინარეობს პროცესი, ანუ იქაც ლილუაშვილის და ღარიბაშვილის კადრებისგან გათავისუფლება და ასე ვთქვათ გადაბარება მიდის გავლენებისა და თანამდებობების. ანუ პირველ შემთხვევაში ეს საარჩევნო პერიოდში მოხდა და ლილუაშვილი-ღარიბაშვილის კადრები ჩაანაცვლეს ახალი კადრებით, გაუშვეს თალაკვაძეები, გაუშვეს შოხატაურის მოქმედი მერი, ხელშეუხებელია წილოსანის კადრი, ლანჩხუთის მერი ბატონი სარიშვილი, შესაბამისად აქ ყველაფერი გადანაწილდა, მაგრამ ეს ადამიანები ისეთი დაუსჯელობის სინდრომით არიან ყველაფრის, ანუ საარჩევნოდ რასაც კადრულობენ, როგორც უსწორდებიან ადამიანებს, ეს ცხოვრებაში ესე აგრძელებენ შემდგომში, იმიტომ რომ იციან რომ თუ ერთხელ გაუვიდათ, ყოველთვის გაუვათ. ამიტომ აქ ჩვენ არ გვაქვს ის მოცემულობა, როდესაც რაღაც სტრუქტურული ერთეული არ არსებობს. აქ არის ყმური სტრუქტურული ერთეული, სადაც ყველა გაიწევა და პაიკების როლს ასრულებენ რეალურად. სადაც ქურდულ სამყაროსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული. ანუ ჩვენ ვახო თუ უკან დაუბრუნდებით 2003 წლამდე პერიოდში ეგრე იყო ზუსტად 2003 წლამდე პერიოდში ისინი ნიშნავდნენ ადამიანებს სახელმწიფო სტრუქტურებში, სასამართლო გადაწყვეტილებებზე ჰქონდათ გავლენა. ანუ სადღაც მანდ ბრუნდებით ზუსტად იქ, საიდანაც დაიწყო ამ ქვეყნის რეფორმირება, განათდა ეს ქვეყანა, ჩემს უკან ხედავთ მიხეილ სააკაშვილის აშენებული იუსტიციის სახს და ეს რეფორმები, რამაც იმ პერიოდის შემდეგ ჩამოშალა ის კრიმინალური ძირგამომპალი რეჟიმის სახეები დღეს ყველა დაბრუნდა. სადღაციდან ანუ ეს ადამიანები ხო არ გამქრალან, ყველა რაღაც ქთამს იღებდა, ყველა ავტომატით დარბოდა, ზოგი მეზობელს აყაჩაღებდა, ზოგი ნათესავს, მაგრამ დღეს ეს ადამიანები არიან ყველა თუ გადავხედავთ იმ წარსულიდან და იმ გამოძახილიდან ადამიანები დაბრუნდნენ საჯარო სექტორში, კრიმინალები რიგ შემთხვევაში არაერთი ფაქტია ამის, რომ საპოლიციო სტრუქტურაშიც კი ნიშნავენ წარმომადგენლებს. ჩემთვის სამწუხაროდ სანაკებო შინაგან საქმეთა სამინისტროზე საუბრობთ დღეს და სამწუხაროდ ესეა, იმიტომ რომ წარმომადგენლები არჩევნებში ზუსტად ესე ერთვებია. დრო ამოგვეწურა, მაგრამ მაინც მინდა ვიკითხო, თავად კორუფციის მასშტაბი, ლეგენდები დადის გურიაში კორუფციის მასშტაბზე და ასევე გავლენა აი ამ კლანების მოსახლეობაზე. აი ხალხის დამოკიდებულება მაინტერესებს კონკრეტულად ამ რეგიონში, აი ამ კლანების მიმართ და რამდენად
ძლიერია მათი გავლენა მოსახლეობაზე სხვადასხვა ბერკეტით. ვახოთ, ეხლა ჩვენ ვიყოფებით ოზურგეთში 2018 წლის შემდეგ ხოლო ამ კორუფციულ კრიმინალურ კლანებს არაერთი ადამიანი შეეწირა კარიერების საქმეზე, ანუ ქვაღორღის მოპოვებაზე. ზოგი დახურიტეს ქუჩაში, ზოგმა თავი მოიკლა. ეს არის, რა ვიცი, წარმოუდგენელი რამ ქალაქში, სადაც 90-იან წლებში სიცილიაში არ მოუკლავთ იმდენი პოლიციელი, რამდენიც აქ მოკლეს. აი 2012 წლის შემდეგ 10-მდე პირი არის დახურეტილი ამ ქალაქში, ერთი საქმეც არ გამოძიებულა მაგ მხრივ. ეს არის კატასტროფა პატარა რეგიონისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ კორუფციას რაც შეეხება ალბათ რთულად დასაქმელი და გასაგები იქნება სადაც სოფლის ერთი პატარა წმუნებული დიახ აი იქიდანაც კი ყველა ადამიანი თუ მოუნდება დღეს ქართულ ოცნებას სოფლის წმუნებულიდან დაწყებული ყველა ვინც ტენდერებში მიღება ჩაბარებაში არის დაიჭერენ ვახო არის ესეთი შემთხვევა სოფლის პროგრამები მილიონიანია ოზურგეთში სოფლის პროგრამები ამ პროგრამიდან ერთ სოფელში ზოგს 40000 ზოგს 20000 უწევს 10% წმუნებულებთან მიდის ქეშად ჩაბარების დროს ეს წმუნებულების დაკომპრომატირებულები არიან და თუ მოუნდებათ ხვალვე დაიჭერენ ყველას. კორუფცია არის აი როგორ ფესვებ გადგმულია და ამის ამოზირკვა ერთ დღეში ან ღარიბაშვილის ან ლილუაშვილის დაჭერით სისტემური კორუფცია. ამ პატარა რეგიონში რაც იგრძნობა და დიდ ქალაქებში თბილისი, ბათუმი სადაც ბიუჯეტი ათამაგია უფრო დიდი კორუფცია. დიდი მადლობა. არის რა